ღაზის მოსახლეობა რამდენიმე თვიანი ჩაკეტვის შემდეგ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი სრულად გახსნას ელოდება. ეგვიპტის მიმართულებით გადასასვლელის გახსნა ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია. ღაზის სამხრეთში ქალაქ ხან იუნისში მოსახლეობა ამ ამბავს იმედით შეხვდა, თუმცა ისინი გაფრთხილებული არიან, რომ უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. მათ იციან, რომ პირველ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთას ყველა ვერ შეძლებს. იკრძალება ტვირთის გადატანაც. რაფაჰი პალესტინელებისთვის ერთადერთი გზაა ღაზიდან გასაღწევად. გადასასვლელი 2024 წლის მაისიდანაა დახურული. ახალი ამბები და ვიგებთ, რომ ღვთისწყალობით გადასასვლელი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. ვიმედოვნებთ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და მგზავრების შესვლა-გამოსვლა მარტივი იქნება. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და ხანდაზმულია, რომლებიც დაავადებების გამო იტანჯებიან. სამკურნალოდ ისინი აუცილებლად ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში უნდა გადავიდნენ. ამ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთის ნება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიეცემა. თუმცა მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 20,000-ია. მათ შორის არიან ბავშვები, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ზოგადად, გადასასვლელის გახსნა კარგი ინიციატივაა, მაგრამ ადამიანების რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესება პრობლემას ქმნის. ბევრს მოგზაურობა ემიგრაციის გამო კი არ სურს. ისინი სტუდენტები არიან, სამსახურში დაბრუნება უნდათ, მკურნალობა სჭირდებათ და უბრალოდ გადაადგილება. როდესაც ლიმიტს აწესებ, ეს ხალხს სერიოზულ სირთულეს უქმნის. თუ რაოდენობა გაიზრდება და როგორც ადრე იყო, ადამიანებს თავისუფლად შესვლა-გამოსვლა შეეძლებათ, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მოქალაქეებისა და მთელი მოსახლეობისთვის. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც თვეებია მძიმე პირობებში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ. ბეით ჰანუნიდან იძულებით გადაადგილებული ჰანი ალ-მასრი ამბობს, რომ მისი მშობლები ავად არიან. ისინი საზღვრის გახსნას დიდი ხანია ელოდებიან. ღმერთმა ქნა საზღვრის გახსნა ყველასთვის სასიკეთო იყოს, რადგან რაფაჰის გადასასვლელი ძალიან გვჭირდება. ბევრი ავადმყოფია, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები, მამა და დედა. ჩვენ ვითხოვთ, რომ გადასასვლელი ოფიციალურად და სრულად გაიხსნას, რათა ადამიანებმა სხვა ქვეყნებში შეძლონ მკურნალობა. რაფაჰის გადასასვლელი ისრაელის განახლებული თავდასხმების ფონზე იხსნება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ისრაელის იერიშების შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. თავის მხრივ ისრაელი ჰამას ადანაშაულებს ზავის დარღვევაში.